კარგი მთავრობის ინდექსით საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით 61% მიიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენი ქვეყანა გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-12 ადგილზე დაწინაურდა. მონაცემები ევროკომისიამ გამოაქვეყნა. გამჭვირვალობა, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, გრძელვადიანი ხედვა, ადაპტაციის უნარი, კოორდინაცია, სასამართლო სისტემის ხარისხი, ბიუროკრატიის ხარისხი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები და ინვესტიციების მოზიდვა. ამ ინდიკატორებში მსოფლიო მასშტაბით საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა. კონკრეტულად ეს შეფასებაც მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობა არის მოწოდების სიმაღლეზე. ცხადია, არავინ მინდა იფიქროს, რომ ყველაფერი საუკეთესოდ არის გამოწვევები, არის პრობლემები და ამაზე გვაქვს სამუშაო და მუშაობთ კიდეც, მაგრამ ის შეფასებები, რაც კეთდება, ხო, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სწორი. ეს შეფასება არის პირდაპირ ასახვა იმ კონკრეტული ძალისხმევის, რასაც ხელისუფლება აწარმოებს და აკეთებს მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, რომ საქართველოს რომელიმე სტატისტიკაში რაღაც ადგილი დაიკავა. ეს არის კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შედეგი. გაგრძელდება მუდმივად ამაზე ზრუნვა. პრემიერ-მინისტრმაც არაერთხელ განაცხადა თავის სამთავრობო შეფასებებში, რომ მისი მთავარი ყურადღება, ფოკუსი იქნება სწორედ იმაზე, რომ მთავრობა იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული, უფრო მეტად ეფექტიანი. საქართველოს მე-12 ადგილას არის, მსოფლიოში მე-12 ადგილას არის გამჭვირვალობით. კიდევ ერთი მტკიცებულება იმის, რომ სწორ პოლიტიკას ვატარებთ, ამ პოლიტიკას სწორი შედეგი მოაქვს, ეს არის გამჭვირვალობა მთავრობის საქმიანობის, ეს არის ბიუჯეტის გამჭვირვალობა, მსოფლიოში პირველ ადგილას ვართ, მეორე წელია ზედიზედ და ეს არის ცალკეული უწყებების იმად დობის რეიტინგში ევროკავშირის და ნატოს წევრების ასე ვთქვათ უსწრებთ. ასე რომ ეს არის სწორედ ის შედეგები, რასაც მმართველი პარტია ქართული ოცნება ვატარებთ და ეს შედეგი მსოფლიო არენაზეც ასახულია.